თქვენ როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა გრიგორ ლილუაშვილის პირველი წარდგენის ხდომა, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის პატიმრობის გამოყენებას. თქვენ ბრიფინგით გეცნობათ, ბატონმა გიორგი გვარაკიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც დეტალურად გამართა თუ რა ასედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგორ ლილუაშვილს და დღევანდელ პროცესზე ბუნებრივია, როდესაც ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, ბრალდების მხარემ უნდა ისაუბროს როგორც ფაქტობრივ საფუძველზე აღნიშნული პატიმრობის გამოყენების, ისე ფორმალურ საფუძვლებზე, რაც თავისთავად საჭიროებს, რომ შევიდეთ გარკვეულწილად მტკიცებულებების განხილვაშიც. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის საკმაოდ სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მრავალი დეტალით მუშაობს, მე მესმის, რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი და ზუსტად ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა გენერალური პროკურორის მიერ გაკეთებული ბრიფინგიც დავასრულებ. ზუსტად ამას ემსახურებოდა გიორგი გვარაკიძის ბრიფინგიც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება, ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვარ და აქტიურად მუშაობ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე მიზანს შეწონილად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები, რადგან გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილად იქნეს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმით და გარემოებით ზეწოლა და რა თქმა უნდა ეს არის ვფიქრობ საზოგადოების ინტერესიც, რომ სრულყოფილი გამოძიების შედეგი დაიდოს. ამისათვის ხამი სენსიტიური როგორ არის რომ გითხრათ ხამის აღებას თხოვედავები და სენსიტიური გამიმართდინარე ქალბატონო მარიამ კითხვაზეც უპასუხეთ ხო ხამის აღება რა ნაწილში არის სენსიტიური რომ გითხრათ შუამდგომლობით პროცესის დახურვა. რაც შეეხება დანაშაულის ხასიათს, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განმარტა ბრიფინგისას, ქრთამის აღების რამოდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობის საკითხი, რაც ბუნებრივია იწვევს ძალიან დიდ ინტერესს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული, ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და სწორედ იმისათვის, რომ გამოძიებამ სრულყოფილი შედეგი დადოს, ამ ეტაპისათვის მნიშვნელოვანი არის ადამიანების სახელები და გვარების გასაჯაროების გეშინიათ, ვინ მისცა ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება, მოქმედმა ქართული ოცნების წევრებმა თუ მისცეს ჩვენება. გითხარით, ამ ადამიანების სახელები და გვარები გინდათ რომ არ გამჟღავნდეს? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისათვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო. დასამალი რა გაქვს ქალბატონო მარიამ? ეს ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. უფრო მეტიერში. როდის დაიწყო გამოძიება? პირდაპირ ამხილებელი ჩვენებები გრიგორ ლილუაშვილის საქმეში სხვა ფიგურანტების მხრიდან მისცეს თუ არა მათ, მაგალითად რომეო მიქაუტაძე აძლევს თუ არა პირდაპირ ჩვენებას ლილუაშვილის წინააღმდეგ? ან ირაკლი ღარიბაშვილი თუ არის კონკრეტულმა პირებმა რა ჩვენება მისცეს, რა გამოკითხვის ოკრუგში რა ინფორმაცია დასტურეს, ამაზე მე რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. ერთ-ერთი გარემოება რა თქმა უნდა ეს იყო დღეს პროცესის დახურვისა, თუმცა გამოკითხული არიან რა თქმა უნდა შემხებლობაში მყოფი პირები და გაგრძელდება ასე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულია. ამ საქმეში მოიპოვება მათ შორის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რასაც თქვენ მამხილებელს უწოდებთ, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები ამ საქმეში მოიპოვება. ღარიბაშვილი გამოკითხულია. ღარიბაშვილზე რატომ ამას ვერ დავიწყებდით? ღარიბაშვილი გამოკითხულია. პირებზე კიდევ ერთხელ განგიმართ. არის თუ არა გამოკითხული? კიდევ ერთხელ განგიმართ. ერთად ქალბატონო მარიამ მე დავასრულებ კითხვას. თქვენ ვისაც სხვა პირებს ეძახთ, ეს ადამიანები იყვნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ანუ როდესაც პროკურატურა აყენებს ხოლმე ეს რა ქვია აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ასახელებს ხოლმე მოწმეებზე ზემოქმედებას. პატიმრობაშია ადამიანი, რანაირად ვინ შეიძლება რომ მოახდინოს იმ მოწმეებზე, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილზე
ზეგავლენა რომ არ ასახელებთ მის სახელსა და გვარს. არის თუ არა ის გამოკითხული ამ საქმეში. ყოფილი პრემიერია შეგახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილი. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რა ფორმულირებითაც არ უნდა დასვათ კითხვა. ამ საქმეში კონკრეტული პირები ვინ არიან გამოკითხული, მე მათ შესახებ არ და ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მას შემდგომ, რაც გამოძიების ინტერესი იქნება სრულად დაკმაყოფილებული ჩატარდება მე რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურა ამასთან დაკავშირებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას სრულად. ვთქვათ, როდის დაიწყო გამოძიება, რამდენი ხანი მოანდომა პროკურატურამ ამ მასალების შეგროვება სამისოთ, რომ ბრალი წაგეყენებინათ ლილუაშვილისთვის. რა დრო დაგჭირდათ ამისთვის? გამოძიება ინტერესიურაში. და მოგმართათ, რის საფუძველზე დაიწყეთ ეს და ამ დეტალებზე მე თქვენთან ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს კითხვა იგივე შინაარსის არის დაახლოებით რაც თქვი რომ საფუძვლად გამოძიების დაწყებას რა თქმა უნდა თავისი საფუძველი აქვს, მაგრამ მე ხლა ამ დეტალში თქვენთან ვერ შევალსაუბრში და რა მე უკვე ამის მიზეზ თარიღზე არ არის საუბარი. თქვენ მიზეზზე იკითხეთ და თქვენ პასუხობთ. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, გამოძიება დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და შესაბამისი შედეგი რაც დასაბუთებული და უცხოური მედიის კავშირებს თუ იძიებს საგამოძიებო უწყება. დავასრულოთ ეს საკითხი, ხო გვაინტერესებს ყველას, მეგობრებო. ბრალდებულზე მეკითხებით? გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისათვის გამოძიებისათვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს. ანუ ორი თვეა რაც ერთი წუთით, ორი თვეა რაც მიმდინარეობს, თქვენ ასე აღნიშნეთ, ხო? ანუ ორ თვემდე ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო საგამოძიებო უწყებებისთვის. რა ფაქტების? აი, რადგან მიმდინარეობს. ფარველობდა თამს იღებდა. გამოძიება დაიწყო კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით და მხოლოდ მას შემდგომ ხდება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება ამა თუ იმ პირის მიმართ, მე თქვენთვის ეს არაერთხელ მაქვს განმარტებული, რაც შესაბამისი სტანდარტი იარსებებს. ამ შემთხვევაში გამოძიება 4 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. 4 ოქტომბერში შუაში. შეკითხებით, კითხვას გისვამთ. დაახლოებით 2 თვეა. 2 თვეა. ანუ ოქტომბერში დაიწყეს. იმის ოქტომბერში დაიწყეს გამოძიება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეზე შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტი, რომ ბრალდებულმა გრიგორ ლილუაშვილმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედებები, რაც თქვენთვის არის ცნობილი და აღარ განმეორდები, მხოლოდ მას შემდგომ, რა თქმა უნდა, დაიწყეს ვიდეო აუდიო ჩანაწერში რადევს ფარული მიყურადების შედეგად გაქვთ მოპოვებული ეს ინფორმაცია. იგივე კითხვას ვამთ. აპასუხობთ, ხო უნდა გასაგებთ, მე უკვე აგიხსენით. ფარული მიყურადების, ფარული ჩანაწერები არის ერთი მტკიცებულების შინაარსში მათ შორის გამოკითხვის ოქმების თუ სხვა სახის, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობიდან ამოღებული ინფორმაციის შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, როდესაც გამოძიება ამოწურავს საგამოძიებო მოქმედებებს და კონკრეტული მოცემულობა გვექნება, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ უკვე მოხდება საზოგადოების მედიასთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირებს იძიებს პროკურატურა. როგორც ბრიფინგზე განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ, ამ მიმართულებით გამოძიება, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. კონკრეტულად რითი ხართ დაინტერესებული, ხალბატონო მარიამ? ამაზე მეტი ინფორმაცია სამსახურზე ვერ მოგეცემ. არ მესმის. არც ერთი თქვენგანის არ მესმის. ხალბატონო მარიამ, გამემარებ 4 ეპიზოდზე არის საუბარი, ხო? ეს 4 ფაქტი მარტივად ვთქვათ, თიდან ვერ ჩამოვარდებოდა. ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია, ხო? აი, საჩივარი შემოვიდა თუ აი საიდან გაჩნდა ეს 4 ფაქტი საგამოძიებო უწყებაში, რომ ვთქვათ 2 თვეში 4 ფაქტი. კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკითხა 10-ობით პირი, მათ მიერ მოწოდებული და ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, აი ეს ინფორმაცია შეიკრიბა, რაც ბრალში არის ასახული და შესაბამისად მას წარედგინა ბრალი. მეტ დეტალზე ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხეთ და ვახტანგ გომოვაურს მიცემული აქვს ჩვენება, თუ მისი გამორიცხვას არ შეგიძლიათ. ვერავიზე ვერ მოგახსენებთ, ვინ არის გამოსულები. მარტივად გცემთ პასუხს, ვერ გეტყვით ამ საქმეზე ვინ არიან გამოკითხულები. რა შინაარსის ტენდერს ეხება საქმე? თქვენი ტენდერი არის თუ რაიმე სხვა შინაარსის ესეც ხომ არ არის? რაც შეეხება ბაგაბაღების ეპიზოდს, ამ ნაწილში ბრალდება გრიგოლ ლილუაშვილს წარდგენილი აქვს, რომ ის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან იყო, ასე ვთქვათ, შეთანხმებული. გარკვეული ხელშეკრულებები, როდესაც ფორმდებოდა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტებთან, აი ამ ხელშეკრულების გაფორმებისათვის იღებდა
შესაბამის გვანცელაძე და ლილუაშვილი ამ ეტაპისათვის ამ ნაწილშიც მეტ დეტალს ვერ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება დამძიმებას უნდა ველოდოთ ბრალს სხვა საქმეში სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა გაჩნდეს გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი არ გეკითხებით კონკრეტულად იძიებთ სხვა მიმართულებითაც სხვა საქმეზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებ თუ არ ზედამხედველობ ძალიან აბსტრაქტული კითხვა რას მეკითხებით რომ დააზუსტოთ სხვა ეპიზოდები შეიძლება რამე და გამოძიება მიმდინარეობს და რაც დაიდება რა მტკიცებულებებიც იქნება ეს დამძიმების კუთხით თუ რაიმე სხვა მოცემულობას მოგცემს ობიექტურად ჩატარებული სრულყოფილი გამოძიება ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებაც მიღებული. ორი კითხვა უნდა დავსვა პატარა. ერთი მაინტერესებს, სუსი იძიებდა ამ საქმეს თუ თქვენ იძიებდით, ვინ იძიებდა ამ საქმეს და ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ახლა თანამდებობას არ იკავებს. ის ხომ არ ფიგურირებს რაიმე სახით, შოთაძეს არ გულისხმობ, მე გულისხმობ, ეხლა რომ აუდიტის სამსახურშია გადაყვანილი. ხომ არ ფიგურირებდა გაბიტაშოს გულისხმობ, ვერ გავხსენებ ბოდიშ ხდით. ხომ არ ფიგურირებდა რაიმე სახით ამ გამოძიებაში, იმიტომ რომ დაიწყო გამოძიება როგორც მითხვი მას შემდეგ, რაც ის აღარ არის გენერალური პროკურორი. ვინ იძიებს საქმეს და რაიმე სახით ყვეთა აქვს თუ არა ყოფილ გენერალურ პროკურორთან. გულისხმობ გაბიტაშოს. სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იძიებს ერთობლივად საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ერთობლივი გამოძიება მიმდინარეობს. კი ბატონო, რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ პირებს, მე კიდევ ერთხელ უნდა განმეორდა, რომ ამ ეტაპზე თქვენთან ამ საკითხებზე ვერ კიდევ ერთი კითხვა ბატონო მარიამ ერთ-ერთი მიმცემი არ არის ბრალდებული. ყველას ეხება თუ მშენებლობას ეს რომ დააზუსტოთ და გვიპასუხოთ კითხვაზე რომელიც დასმული იყო. ამ ეტაპისათვის რაც ბრალად აქვს წარდგენილი, ზოგადად გარკვეული სარემონტო სამუშაოებს ეხება აქ საკითხი და კი ბატონო, ამ ეტაპზე ეს არის, თუმცა გამოძიებით წინასწარ რა დადგინდება ხთამის არც ერთი მიმცემი არ არის ბრალდებული, არც თურქი ბიზნესმენი და არც ექსპრეს სერვისის დამფუძნებელი. ითანამშრომლებს მათ გამოძიებასთან. ტენდერების ეპიზოდს გულისხმობთ, როგორც მივხვდი. ამ ნაწილშიც გრძელდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ის მტკიცებულებები, რაც იარსებებს გამოძიების დასრულების შემდგომ შეფასდება, რაც შეეხება თანამშრომლობას და კონკრეტული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციას, დიდი სურვილისა რომ მოვახდინო თქვენ ინტერესის დაკმაყოფილება ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. სანდრო ლილუაშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობაში არის, რა თქმა უნდა, სანდრო ლილუაშვილისათვის ბრალის დამძიმება გამოძიების სრულყოფილი ჩატარება. სანდრო ლილუაშვილი უნდა ელოდოს ბრალის დამძიმებას. სანდრო ლილუაშვილიც ამავე სისხლის სამართლის საქმეში არის ბრალდებული. მას იცით თქვენ რომ წარდგენილი აქვს ბრალი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. და ამ ნაწილშიც რა თქმა უნდა გამოძიება გრძელდება და ანალოგიურად რა შედეგიც იქნება და რა მტკიცებულებებიც იქნება გამოძიების გამოკითხვაზე მასთან შესული, იმიტომ შუამავალი იყო ესი ამბობდით და შესაბამისად მნიშვნელოვანია. ზოგადად როცა დააფიქსირებს ბრალდებულის სურვილს რომ ეს მისი უფლება არის, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია, ამის შემდგომ ხდება გამოკითხვა. აქედან გამომდინარე კონკრეტულ ანდრია ლილუაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსიც მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ორი კაცი ხო ვერ შეძლებდა კოლ-ცენტრების მფარველობას, აი ასე. სხვების უნდა ველოდოთ რომ საბრალდებო სკამზე სხვა ადამიანებს სხვა ადამიანებს გამოავლეთ თუ არა. მხოლოდ ორი ადამიანი ვერ გააკეთებდა მხევა კორუფციულ სქემას ვერ ააწყობდა. ვერც კოლ-ცენტრებს ვერ მფარველობას ვერ გაუწევდა. უნდა ველოდოთ თუ არა რომ ბრალდებულთა წრე გაიხდება. ნანუკა კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ამ შემთხვევაში და ნებისმიერ საქმეზე ესია ზოგადად, რაც გამოვლინდება მტკიცებულებებით, ნახეთ, მე ზუსტად ამიტომ ვერ გესაუბრებით თქვენ კონკრეტულ დეტალებზე. ვერ ვსაუბრობ იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულება არის რომ სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და არ მოხდეს რაიმე ფორმით საქმეზე საფრთხეს არ შეექმნას საფრთხეს და გამოძიებას საფრთხე. აქედან გამომდინარე, რა შედეგიც დაიდება მაქსიმალურად სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარებული გამოძიების შემდგომ, რა მტკიცებულებებიც იქნება, ამის მიხედვით თვით გადაწყდება, ვის დაუმძიმდება ბრალი, ვის მიმართ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული და ასე რომეო მიქაუტაძია შესაძლოა მოსმეში რას გულისხმობთ. თავარი მამხილებელი გრიგოლ ლილუაშვილის არიცით რას ნიშნავს ოქროს მოწმე რას გულისხმობს რას ნიშნავს არიცით.
თქვენ ხომ იცით რა თქვენ არიცით ოქროს მოწმე რას ნიშნავს ხალბატონო მარია მოწოდებული ინფორმაციაზე და საპროცესო შეთანხმება არ შეიძლება გაუფორმდეს რომეო მიქაუტაძეს გამორიცხავს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით რომეო მიქაუტაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არის პასუხისგებაში მიცემული რომელსაც მე არ უზედამხედველობ და არ უჭერ სახელმწიფო ბრალდებას მხარს და მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ თუ აქვს მას ჩვენება მიცემული შესაძლოა შემამსუბუქებელი იყოს ამ კითხვაზე კიდევ ერთხელ განმეორდები მოწმეებს რა სახის ინფორმაცია აქვს მოწოდებული ან ზოგადად გამოკითხულ პირთა სიას მე რა თქმა უნდა აქ ვერ დავაფიქსირებ ხალხმარია ხთამის მიმცემთან დაკავშირებით თუ შეიძლება გავარკვიოთ საქართველოში არ იმყოფებიან ჩვენ როგორც გავარკვიეთ ჩვენება მიცემული აქვს თუ არა აი მაგალითად გიორგი ხაჟალია საქართველოში რომ არ არის იცით იგივე კითხვა ქართველი არის თუ თანამშრომლობს გამოძიებასთან რატომ არის ეს ინფორმაცია ვინმე ემალება გამოძიებას მოდი ესე დავსვათ კითხვას ვინმე არის აი ამ თქვენს გამოსაკითხ სიაში ვინც ემალება გამოძიებას და შეიძლება იყოს პოტენციური დამნაშავე კარგით დავასრულოთ ვიდრე მიწით